ამერიკაში არალეგალური ნარკოტიკების არსებობის მიზეზად ხშირად მექსიკის ნარკო კარტელები და ქუჩის ძალადობა სახელდება, მაგრამ თეთრი სახლის ნარკოლოგიური სამსახურის უფროსი ჯერ კერლიკოვსკი ამბობს, რომ დანაშაულის ჩადენაში ბრალი ამერიკასაც მიუძღვის. ვფიქრობ, რომ პირველად რაც უნდა ვაღიაროთ ისაა, რომ როგორც უსაფრთხოების ნაწილის საზღვრის გაკონტროლება ამერიკის მთელს ტერიტორიაზე ნარკოტიკების მიმართ მოთხოვნილების შემცირებას იწვევს. ჩვენ, რომ თავად ასე აქტიური მომხმარებელი არ ვიყოთ, კონტრაბანდის აღმოფხვრა უფრო ადვილი იქნებოდა. ახალი სტრატეგიით ამერიკაში ნარკოტიკების წინააღმდეგ მიმდინარე ომზე აღარ ლაპარაკობენ. ბევრი თვლის, რომ კანონის გამოყენებას ომში გამარჯვებისთვის არ მიუღწევია. კერლიკოვსკის პრობლემაში გასარკვევად სტატისტიკური მონაცემები მოყავს. ქვეყანაში ნარკოტიკული ნივთიერების გადაჭარბებით მოხმარების შედეგად გამოწვეულმა სიკვდილიანობამ იარაღით მოკლულთა რიცხვს ძლია. ეს ასევე 16 შტატში ავტოკატასტროფებით გამოწვეული ტრაგედიების რიცხვს აღემატება. კერლიკოვსკი ამბობს, რომ ამერიკელი პოლიციელები ხშირად აკავებენ ისეთ ნარკომანებს, რომლებიც მოხმარებას არ წყვეტენ. მისი თქმით, ახალი სტრატეგია უფრო მეტად მკურნალობის ჯგუფურ მეთოდზეა ფოკუსირებული იმისათვის, რომ მომხმარებლების პროცესში ჩართვა მოხდეს. სტრატეგია არააქტიურად ვრცელდება იმ ქვეყნებში, სადაც ნარკომანია დიდი ხნის განმავლობაში ავადმყოფობად ითვლება და არა დანაშაულად. კერლიკოვსკის თქმით, ნარკოტიკების ლეგალიზაცია დაუშვებელია, რადგან რეცეპტით გამოწერილ ნივთიერებებსაც კი ამერიკაში ბოროტად იყენებენ. ჩვენ უნანი არ შეგვწევს ახალგაზრდები ამ მედიკამენტების მოხმარებისგან დავისვათ. ასევე არ შეგვიძლია შევაჩეროთ სიკვდილიანობის ის რიცხვი, რომელიც მათი მოხმარებით არის გამოწვეული. სისულელეა იმის მტკიცება, რომ მარიხუანას რეგულირება და კონტროლი უნდა ვახორციელოთ. კალიფორნიაში მარიხუანას მოხმარება სამედიცინო მიზნებისთვის დიდი ხანია ლეგალურია, თუმცა კერლიკოვსკი ამ ფაქტს აკრიტიკებს, მაგრამ ბევრი მიიჩნევს, რომ ნარკომანიასთან ბრძოლის საუკეთესო ხერხი მისი ლეგალიზაციაა. ბილ ფაიფერი ნარკომანიის პრობლემათა ალიანსის დირექტორია. სანამ ნარკომანიის მოხმარება დანაშაულია, ხალხს მკურნალობის შიში აქვს. მათ ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად გარეთ გამოსვლის ეშინია. ამგვარი დამოკიდებულება საქმეს სასიკეთოდ არ წაადგება. ფაიფერის თქმით, ახალი სტრატეგია ნარკომანიასთან ბრძოლის გაგრძელებაა, თუმცა სანამ სტრატეგია უფრო მეტად რესურსებსა და მოხმარების შემცირებაზეა ფოკუსირებული, გამოყოფილი თანხების უმრავლესობა კანონის სიცოცხლეში გატარებისთვის იხარჯება. ირინა ცერცვაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.